სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში, რომლებიც რაიონულ ცენტრს არის მოწყობილი, გზების და ხიდების აღდგენითი სამუშაოები ტარდება. ჯიმოტექნიკა მესამე დღეა მუშაობს მარტვილი სოფლებში, სადაც სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი საგზაო ინფრასტრუქტურას მიაყენა. სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად საქართველოს მელიორაციის დირექტორმა დაათვალიერა. მელიორაციის ტექნიკა საქართველოს სხვადასხვა პრობლემურ რაიონში მუშაობს. პრაქტიკულად გაიარეს უკვე მანქანებმა, დროებით გზა უკვე აღვადგინეთ, მოწყვეტილი უბნები ერთმანეთს სოფლისა დავაკავშირეთ და მოგვიწევს ალბათ 2-3 კვირა სამუშაოება, რომ კარგი გზა მთლიანად გავაკეთოთ. სამწუხაროდ რიგ შემთხვევებში მოწყვეტილია მოსახლეობა გზისგან, რიგ შემთხვევებში საცხოვრისს ექნება პრობლემა. ჩვენ გეოლოგებთან ერთად ახლა ვართ აქტიური შესწავლის პროცესში. არის შემთხვევები, სადაც საკმაოდ ძიმე სიტუაცია, დიდი სამუშაოა გასაწევი, მაგრამ სადავართ. რეგიონში გუბერნატორის ხარდაჭერით და უშუალო ჩართულობით რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბები, პარალელურად შექმნილია ზარალის დამცველი კომისიები, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ყველა მუნიციპალიტეტში